IS News-ის ივნისის გამოშვებაში. ვიმოგზაურებთ ინოვაციების სამყაროში. გაგაცნობთ სკოლაში არსებულ კულტურათა მრავალფეროვნებას. თვალს გადავავლებთ მოსწავლეთა ლიდერობის ხელშეწყობ ღონისძიებებს და შევხვდებით წარმატებულ კურსდამთავრებულს. გამარჯობა. თქვენ უყურებთ ევროპული სკოლის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემა IS News. მე ლევან გოგუა ვარ. Welcome to the ES News. This is the second semester edition. I'm Mariam Khmiadashvili. ინოვაციების დანერგვა ხელშეწყობა ევროპული სკოლის ყოველდღიურობაა. თუმცა არის დღეები, როდესაც ამ მიმართულის პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იქცნობა. კრეატიულობისა და ინოვაციურობის კვირეულის ფარგლებში ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს კოსმოსში და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ჭკვიანი ქალაქები და მონაწილეობა მიიღეს სხვა მრავალ საინტერესო ღონისძიებაში. იდეათონში მოსწავლეებმა იმუშავეს გარემოს დაცვითი გამოწვევების გადაჭრაზე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. წარმოადგინეს იდეები ჭკვიანი ნაგვის ურნების, სოფლის მეურნეობის, რობოტებისა და ენერგიის ინოვაციური წყაროების დანერგვის შესახებ. კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ AI-ის, მონაცემთა მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების და ტექნოლოგიების სფეროებში, ესტუმრნენ სკოლას და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ როგორ ეხმარებათ კრეატიულობა რეალურ პროექტებში. The European School proudly hosted the national round of the first Global Challenge 2025, a dynamic robotics competition that brought together 40 talented high school students from public and private schools across Georgia. The event was a true celebration of STEM, innovation, and teamwork. Future tech leaders demonstrated their creativity and engineering skills by programming robots to navigate obstacles and complete a specially designed course. After two intense performance rounds, our panel expert judges announced the winning teams and selected 5 outstanding students to perform at the Georgia's national team, which will represent the country at the first Global Challenge 2025 in Panama. Watch the news report by ES correspondent Anna Molodini. მოგესალმებით First Global Challenge-ში, საქართველოს ტურში, რომელსაც ევროპული სკოლა მასპინძლობს. როგორ განწყობაზე ხართ, ხარნერვილობთ? არანაირად, პირიქით მოტივირებულები ვართ, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ორგანიზებულები ვიყოთ. რა ეტაპზე ხართ რომ მითხრათ, შეგიძლიათ? გრაბერის გაკეთება გვინდა, რომ წინაღობა აიღოს და სახლთან მიიტანოს. და რას ელოდებით დღევანდელი დღიდან? პირველ რიგში გამოცდილება გვექნება, გუნდურად უფრო მეტ გამოცდილება მექნება პირადად მეც გუნდურ მუშაობაში და ძალიან მიხარებ, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი დღეს. მთავარი მოვიდოდეთ. აზრით როგორ ეხმარება დღევანდელი დღე და ესეთი შეჯიბრები ბავშვებს რომ განვითარდნენ ამ სფეროში? ალბათ ამაზე ცალსახა პასუხი არა, რა თქმა უნდა, ეხმარება მით უმეტეს რომ უკვე შეჯიბრი ერთმანეთთან მიზრდის და უფრო უკეთეს ხსის და იშვიათია, ბევრგან არ მსმენია, თუმცა ახლა რომ ევროპული სკოლა ამის მასპინძელია, ამით ძალიან ამაყი ვარ მეც, რომ უყურებ ესეთ ახალგაზრდებთან, როგორ წვალობენ, შრომობენ და აკეთებენ რობოტებს. განვითარებაში და სწავლაში ზოგადად ძალიან დიდი მომენტი აქვს ინტერესს და ესეთ შეჯიბრები არის ზუსტად ის, რაც ავითარებს ინტერესს, რადგან დიახ ეს რაღაც ახალია და ბევრი ადამიანისთვის სრულიად გამოუცდელი, მაგრამ ამავდროულად სიზნელის დონეც არის ზუსტად ის, რომელიც იქნება საინტერესო ახალი მონაწილისთვის, მაგრამ ამავდროულად არა იმდენად ძნელი, რომ შეეშინდეს და დაუშვათ საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთოს.
European School, we believe that multiculturalism is a celebration of diversity. Through immersive cultural experiences, student-led initiatives, and inclusive dialogue, we become individuals who respect differences, understand global challenges, and take meaningful action to create a more peaceful and equitable world. ევროპული სკოლის კულტურათა ფესტივალი 3 დაუვიწყარი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ეს იყო მრავალფეროვნების დღესასწაული, რომელმაც ყველა პროგრამისა და ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები გაერთიანა და სკოლა ერთ დიდ გლობალურ ქალაქად გადააქცია. სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფართოდ შეღებულ ფანჯრებს შევადარებდით ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენებს, შთამაგოლებელ ასამბლეებს, გლობალური მოქალაქეობის აქტივობებს, შესრულებულ ცეკვებს და სიმღერებს და ამასთან ერთად ტრადიციული კერძების საქველმოქმედო მიზნით გაყიდვას და გამოფენას. Levan, don't forget the Spring Song Festival, the Nowruz celebration, and the event dedicated to Greek Independence Day, all of which clearly demonstrated how much importance is placed in our school on respecting and valuing different cultures. ევროპულ სკოლაში მოსწავლეთა ლიდერობის მრავალნაირ გამოვლენებას ნახავთ. იქნება ეს მოსწავლეების მიერ წამოწყებული ინიციატივები, პარლამენტში საქმიანობა, სკოლაში ინოვაციების დანერგვა თუ სხვა. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის კატო მამუკაშვილის ინიციატივით ევროპულ სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, სადაც TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიძემ და PR ექსპერტმა თეონა ბაღდავაძემ მომავალ თაობას გაუზიარეს საკუთარი ხედვები ლიდერობაზე, ეთიკურ გადაწყვეტილებებზე და წაახალისეს მოსწავლეები იყვნენ ინტერესიანები და შეუპოვრები კარიერული ძიების გზაზე. One of the standout moments this semester was the HMC Young Global Leaders program held right on campus. 40 ES students spent 3 transformative days in workshops led by 2 Harvard University students, sharpening their skills in public speaking, negotiation, and communication. The training pushed students beyond the theoretical, giving them hands-on tools to tackle real-world challenges with confidence and clarity. ლიდერობის ხელშეწყობის კუთხით აღსანიშნავია კონკურსი Entrepreneur 2025, სადაც სკოლის ნათელი მომავლის ინოვაციური ხედვები წარმოადგენს სკოლის მე-6-დან მე-12 კლასის მოსწავლეებმა. კომპეტენტური ჟიურის მეგზურობით, რომლის შემადგენლობაში ჩედიოდნენ ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გელა ბეჟუაშვილი, საქართველოს მულტიინდუსტრიული ჰოლდინგის GIG-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ემირიძე, ევროპული სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი თამარ არაბიძე, მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე ქეთევან მამუკაშვილი და მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოვადგილე მარიამ ხმიადაშვილი, წარმოდგენილი პროექტების დიდი ნაწილი რეალურად განხორციელდება სკოლაში. გთავაზობთ ვიდეო კოლაჟს Entrepreneur 2025. მოგესალმებით, იწყება ევროპული სკოლის მოსწავლეთა ბიზნეს პროექტების კონკურსი Entrepreneur 2025.
We're proud to see our students taking charge in shaping the future of our school, creating an environment that values sustainability, creativity, and academic growth. Today, we're thrilled to welcome a truly inspiring guest into our studio. He's not only one of our most successful recent graduates, but he's also the first correspondent in our very first issue of ES News. This year, he achieved something remarkable. Nicholas Khaduri has been admitted to the prestigious Brown University, an Ivy League institution with a full-ride scholarship covering tuition, housing, and living expenses. Please join me in welcoming back to ES News, Nicholas Khaduri. Nicholas, first of all, congratulations. How did you feel when you found out you were admitted to Brown University with a full-ride scholarship? It was surreal, really. At 4 a.m., half asleep, my mom and I, we both were checking the Ivy League decisions. Wait list after rejections. It was really stressful. I decided to open the Brown decision last because of the saying best for last. And when I opened the portal, I was a bit confused at first. Not because it said congratulations, Nicholas, but because the admissions letter itself didn't pop out. I was stressed thinking, well, I'm waitlisted or maybe even rejected. But in the bottom left corner of my laptop screen, I see, would you like to accept your offer to Brown class of 2029? It was unbelievable. My mom and I, we both started screaming. And my very first feelings were of appreciation. I was ecstatic and I was grateful to my teachers, counselors, and friends. I still smile thinking of that night. როგორც ვთქვით, უნივერსიტეტის აპლიკაციის გაგზავნის პროცესი ძალიან რთული არის და საკმაოდ ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ რაც გამოარჩევდი, რა იყო შენთვის ყველაზე რთული? ყველაზე რთული ალბათ მაინც სტაბილურობის შენარჩუნება იქნებოდა. შემეძლო მქონოდა დღეები, როცა 2-3 უნივერსიტეტის ესეებს წერდი და შეიძლება კვირაობით არაფერი არ მეკეთებინა. ეს წესებში უნივერსიტეტის აპლიკაციის წერა საშინლად რთულია. სულ გონია რომ კიდევ გვაქვს რომ ხვალ ზეგმაზე გადახედავ შენ ესეებს, მაგრამ რო გავა 1-2 კვირა და რო გადახედავ შენ ესეებს, ხვდები რომ არ ვარგა ეს 1-2 დღეში დაწერილი ესეები. ასევე ძალიან გამიჭირდა სიტყვის ლიმიტებში ჩაერთო ესეების წერის დროს. ამაში კი ჩვენი საუნივერსიტეტო საკითხების მრჩეველი დამეხმარა და მისი წყალობით ყველაფერმა წამატებით ჩაიარა. Was there any specific advice or moment provided by the university and career counseling office that stood out? Yes, there were many moments that stood out. For example, one day the University and Career Counseling Office actually stayed 5 or 6 hours after school to help me with my personal essay. And while I'm eternally grateful for those 5 or 6 hours, what I'm more grateful for is their 24/7 availability to help me and help us. No matter where I was, no matter what time it was, I could just message them, hey, is this okay? They would tell me, yes, it is, or no, it isn't. And that's what I'm more grateful for, not only for those 5 or 6 hours after school. როგორც ვთქვით, კოლეჯის აპლიკაციის წარმატებისთვის ძალიან ბევრი რამ არის საჭირო. იქნება ეს აკადემიური ნაწილი, ზოგადი კოლეჯის ესეები თუ კონკრეტულად უნივერსიტეტის ესეები. მაგრამ პირადად შენ რას გამოარჩევდი შენ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი რომელმა ასპექტმა ითამაშა? მაგითხვაზე ესეთი პასუხი მაქვს. ყველამ ესეთი რამე ერთი ასპექტი მარტო აკადემიურით ან მარტო შენი კარგი ესეებით ვერ გახვალ. ყველაზე გადამწყვეტი ალბათ მაინც აპლიკაციის ერთიანობაა, აპლიკაციის ფმა და კავშირი. ჩემი კლასგარეში აქტივობები ან ჩემი აკადემიური მოსწრება როგორ მქონდა, კი ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მთავარია რომ ყველაფერი ერთ და იმავე ადამიანს, ერთ და იმავე ხასიათს ასახავდეს. ყველაფერი რაც დავწერე და ყველაფერს რასაც ვაკეთებდი და ყველა კლასგარეში აქტივობაში რასაც ვიყავი, ჩემი ეგრეთ წოდებული ნიშა მქონდა. ანუ ჩემს პერსონაჟზე და ჩემს ხასიათზე ლაპარაკობდა. მთავარი არის რომ ყველაფერი აბსოლუტურად გაერთიანებული იყოს. და ვთქვათ არ გეწეროს შენ კლასგარეში აქტივობებში რომ ფეხბურთს თამაშობდი და არ დაწეროს შენ პიროვნულ ესეში რომ მე კალათბურთი ძალიან მეყვარს. What advice would you give to younger students at our school who are just beginning to think about college applications? Dear students, here's my advice to you. Start working early on your application. Start working in the summer, but don't panic about it. All you have to do is try to convey who you really are, not who the colleges want you to be, or who you think the colleges want you to be more specifically. Do not choose any extracurricular activities just because they may look good on your CV. Try to do what you enjoy doing. And when you're writing your essays, try to write on something that you enjoy, not what you think the college admissions officer will enjoy. And good luck. Thank you for being with us today. ნიკოლოზ, მადლობა სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მეკი მადლობა თქვენ მოწვევისთვის.
Ivy League-ის უნივერსიტეტებისკენ თუ სოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისკენ ჩვენი კურსდამთავრებულები თავდაჯერებითა და ინტერესით მიაბიჯებენ. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ 2025 წლის კურსდამთავრებულთა წარმატებული ჩარიცხვები. ნამდვილად თავბეჭდავი იყო ჩვენი კურსდამთავრებულების საუნივერსიტეტო ჩარიცხვები და ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება. This has been ES News. Thank you everyone for watching, and we wish all of you a joyful, relaxing, and inspiring summer. მომავალ შეხვედრამდე.